10 სექტემბერს ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. 78 წლის კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს თემაზე პოსტების გამოქვეყნებას დროებით შეწყვეტს. პაუზას აიღებს. კონგრესში რაც შეიძლება ხმაურიანი და სკანდალური მოსმენა რომ ჩაატაროს. დღის წესრიგში ისევ ეგრეთ წოდებული საქართველოს მეგობრობის აქტია. მოხუცი ჯო ახლა მეორედ შეეცდება სენატში მის გატანას. ერთხელ ისე ჩავარდა რომ კენჭისყრაზე კი არა დღის წესრიგშიც ვერ მოხვდა. ამიტომაც ახლა განსაკუთრებულად ემზადებიან. თემას მძაფრი სახელწოდება შეურჩიეს. მძაფრ სახელწოდებას ვრცელი ანოტაცია მოაყოლეს. ვრცელ ანოტაციას კი კომისიაზე მიწვეული სტუმრების შემადგენლობა. პარტნიორიდან პრობლემამდე. საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ეს მოსმენის დასახელებაა. როგორც ჩანს, ანტიამერიკული ისტერიით სურთ სენატორების ყურადღების მიპყრობა. დაახლოებით ისეთივე პანიკურია განცხადება, რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელით ქვეყნდება. მთავარი გზავნილები ვნახოთ. საქართველოში ანტიამერიკული განწყობებია. რუსეთისკენ მიდის. ჩინეთთან მეგობრობს. ამერიკულ ინტერესებს ბლოკავს. მოკლედ, ერთადერთი რაც გამორჩათ, განცხადებაზე სოსის აღმნიშვნელი ნიშანია. სხვა მხრივ კი ჰორორის ჟანრის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. მოსმენის ანონსი მაქსიმალურად მყვირალა და პანიკურია. ახლა რაც შეეხება სტუმრებს. მოხუც ჯოს პანიკის შექმნაში აკომპანიმენტს სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი გაუწევენ. მათ მოწმის სტატუსი აქვთ. ასე რომ ამჯერად ზურაბიშვილს საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები კი არ იბარებენ კულუარულ ხალიჩაზე საჩურჩულოდ, არამედ კონგრესმენი ჯო უილსონი. მისია მძიმე აქვთ. საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები უნდა გააჟღერონ. ასე რომ სულ რამდენიმე დღეში ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ქართველების მონაწილეობით. მსგავსი ისტორია განვითარდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო. იგივე სალომე ზურაბიშვილს მაგალითად არასოდეს უთქვა მზღიად, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის და უნდა მიენიჭოს. სამაგიეროდ თქვა. სტატუსის აღმოცემა, რომელიც იყო ნამდვილად და სწორედ. მე არ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო. ისე ინსტრუქციების შესრულების ნაწილში გამოცდილება ერთსაც დიდი აქვს და მეორესაც. ფსონი მაინც და მაინც მათზე შემთხვევით არ დაიდო. ზურაბიშვილი და ხიდაშელი ღალატის ისტორიას გააგრძელებენ. საქართველოს ისტორიაში ღალატის პრეცედენტი ბევრია. ყოველთვის, როცა გარეძალებს ქვეყნის დაზიანება ან გავლენის ქვეშ მოქცევა სურდათ, ქართულად მოლაპარაკე თავებს პოულობენ ხოლმე. შავ სამუშაოს ყოველთვის ისინი ასრულებდნენ. სანამ ზურაბიშვილისა და ხიდაშელის ღალატის ისტორიას მოვყვებით, ჯერ გავარკვიოთ, რას მოითხოვს ჰელსინკის კომისია. მისი სახით კი მოხუცებული ჯო უილსონი. მით უფრო რომ პრეტენზიები პირველად ჩამოიწერა ოფიციალურად. საქართველოს ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესისთვის შუადერეფნის ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის იშვიათ წიაღისეულ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. ერთი შეხედვით კომისია თითქოს წუხს საქართველოს სუვერენიტეტის გამო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით და ერთი სიტყვით. რადგანაც განცხადებაში არანაირი მოწოდება ან მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის არ იკითხება. არადა ლოგიკური გაგრძელება სწორედ ასეთი უნდა იყოს. ამის ნაცვლად ჰელსინკის კომისია მთელ ფოკუსს ამერიკულ ინტერესებზე აკეთებს. სუვერენიტეტი მხოლოდ ერთ ფრაზაშია ნახსენები. და ისიც ჩინეთის ინვესტიციების კონტექსტში. თურმე ინვესტიცია საქართველოს სუვერენიტეტს არყევს. და ამას ამბობს ბატონი უილსონი, კონგრესმენი, რომელიც მუდმივად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ყოველდღე წერს პოსტებს, ხშირად იძლევა ინტერვიუებს. ჯერ ამბავი მომხდარი არ არის, რომ მას საკუთარი მოსაზრება უკვე გამოთქმული ან გამოქვეყნებული აქვს. ხან საქართველოს პოლიტიკას განიხილავს, ხან ხალხის არჩევანს. ასე რომ მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტზე საუბარი ნამდვილი კომედიაა. თუ ვინმე ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ერთ-ერთი სწორედ ჰელსინკის კომისია და მისი თავმჯდომარეა. მისი ამ საკითხზე ღელვა საერთოდ ცალკე ოქსიმორონია. ახლა ჩათვალა, რომ პეკინთან თანამშრომლობა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ამით თურმე ამერიკის ინტერესები ილახება. არადა თავად ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინური ინვესტიციებიც მოიზიდოს. ჩინურ ბაზარზეც დამკვიდრდეს და ჩინელი პოლიტელიტის კეთილგანწყობაც მოიპოვოს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ჩინეთის პრეზიდენტთან. სი ძინპინთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რასაც ისტორიული უწოდა.
დღეს მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა მიაღწიეს ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ამერიკელ მუშაკებს, გააძლიერებს ჩვენს ექსპორტს და შეამცირებს უსამართლო ბარიერებს. და არა მხოლოდ ამერიკა. პეკინი უკვე დიდი ხანია ევროკავშირის მაშველი რგოლია. ჩინურმა ინვესტიციებმა 2008 წელს ეკონომიკური კრიზისი დააძლევინა გერმანიას. ცალკეული ქვეყნების განხილვამ შორს რომ არ წაგვიყვანოს, გეტყვით რომ წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის რიგით 25 სამიტი გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარი ფეხითა და მცირე ამალით ეწვია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკაზე სასაუბროთ. თუ ვაშინგტონიც თანამშრომლობს პეკინთან და ბრიუსელიც, ტრამპიც ხელს ართმევს სი ძინპინს და ლაიენიც. მაშინ რატომ არის პრობლემა საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა? ვის ინტერესში არ შედის და ვინ უკვეთავს კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა ვნახოთ ვინ არიან მათი სპონსორები. ვინ უხდის ფულს მათ აქტივობაში და ვისი ფულით ცხოვრობენ? ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი მინისტრი. სალომე ზურაბიშვილით დავიწყოთ. პრეზიდენტობის ვადა მას ოფიციალურად და საბოლოოდ 2024 წლის 29 დეკემბერს ეწურება. და უკვე 2025 წლის 6 იანვარს მაკ-კეინის ინსტიტუტი გვამცნობს, რომ ზურაბიშვილს დააფინანსებს. პენსიაზე ერთი კვირაც არ ყოფილა. მაკ-კეინის ინსტიტუტმა მაშინვე დაასაქმა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ბედმა გაუღიმა. ზურაბიშვილმა დაიმსახურა. პრეზიდენტობის დროსაც მორჩილად ასრულებდა მათ შორის მაკ-კეინის ინსტიტუტის დავალებებს, რომელიც Deep State-ის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ნიკა გვარამია შეიწყალა მაგალითად. და როცა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა 2023 წლის 22 ივნისს. თქვა, რომ გადაწყვეტილება მას ეკუთვნის, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და არ აპირებს რაიმეს განმარტებას. მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი, საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა განმარტება გაგიზიაროთ, რამე თუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება, იმას თუ იზამთ ეს მოხდება. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის. 2 წლის შემდეგ გაირკვევა, რომ ის რაც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ დისკრეციულ უფლებად შემოგვასაღა, მაკ-კეინის ინსტიტუტის დავალება ყოფილა. ინსტიტუტი ამას თავად იტყვის და აღიარებს. მაკ-კეინის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში. 7 თვის განმავლობაში ადვოკატირების შემდეგ მისი შეწყალების და გათავისუფლების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი. მაკ-კეინის ინსტიტუტი ფაქტობრივად აღიარებს, რომ უკვე იმ მომენტისთვის პრეზიდენტი ზურაბიშვილი უშუალოდ მისი კონტროლის ქვეშ იყო. დავალებებსაც ასრულებდა და მითითებებსაც ღებულობდა. და მართლაც სწორედ 2022 წლიდან აქტიურდება ზურაბიშვილი. მკვეთრად აფიქსირებს დამკვეთების პოზიციას. იტყვის, რომ ქართული ოცნება რუსულია, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსულია, არჩევნები რუსულია და ასე შემდეგ. დიახ, ზურაბიშვილი გამჭვირვალობის წინააღმდეგაც გამოდის, იმიტომ რომ თავად ამერიკის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი იტყვის ასე. ამ კანონის შესახებ სპეკულაციები არ არსებობს, ეს არის რუსული. და ზურაბიშვილიც იმეორებს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის სულისკვეთებით რუსული კანონი. 2023 წლიდან უჩნდება თინა ხიდაშელსაც ჩინეთისადმი განსაკუთრებული ვნება. ამ თემაზე ექსპერტულ მოსაზრებებს გამოთქვამს, კვლევებს გვთავაზობს. არანაირი განათლება არ აქვს, მაგრამ სერიოზული სახით და დამაჯერებელი ტონით საუბრობს. მოკლედ, ქვეყანაში ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებს. მალევე ირკვევა, რომ ხიდაშელი საკუთარ აზრებს კი არა დაკვეთას ახმოვანებს. დამკვეთი კი არის ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის. ასევე ტაივანში მოქმედი ორგანიზაცია Double Sin Club. მისი საქმიანობის აღწერაში პირდაპირ წერია, რომ ის ჩინეთის მავნე ზემოქმედებას ებრძვის. ასე რომ შემთხვევით ამ როლისთვის არც ის შეარჩიეს. ოფიციალურად დაქირავებული პირია. სხვათა
სხვათა შორის დაქირავებული რომ იყო მალავდა, როცა მისი სპონსორების შესახებ ღია ინფორმაცია გასაჯაროვდა. მედიას დაემალა, მედიის შეკითხვებისთვის რომ არ ეპასუხა, მაგრამ დგება მომენტი, როცა დამალობანას ვეღარ თამაშობ. ისე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას თავის დროზე სალომე ზურაბიშვილიც ეწინააღმდეგებოდა. არ მკითხოთ, არ ვიცი რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. ორივე მოწმეს, რომელიც ჯო ვილსონმა მოსმენაზე გამოიძახა, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ როგორც ჩანს გრძელდება. ქართულ სუვერენიტეტზე ზრუნვის პარალელურად. 78 წლის ჯო ვილსონი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლის სქემაშია ჩართული. მაგრამ ქართული დემოკრატია ან ქართველი ხალხის თავისუფლება კი არ აღელვებს, არამედ როგორც ამერიკული ფარაგვეუბნება ლობისტების ფული. დიახ, მას ამ აქტიურობაში ფულს უხდიან და ესეც ოფიციალურად დაფიქსირებულია. ამიტომაც ის ჯერ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის სახელწოდებით საქართველოს მეგობრობის აქტი. შემდეგ უკვე ამავე სახელწოდების კანონპროექტს ადგენს. ახლა მის სენატში გატანას ცდილობს. წარმომადგენლობითმა პალატამ პროექტი უკვე დაამტკიცა, მაგრამ სენატმა ჯერ არა. წინ ხანგრძლივი პროცედურაა. კანონი ძალაში რომ შევიდეს, მას ხელი ამერიკის პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს. ვილსონი ტრამპს უკვე შეხვდა. შეხვედრის შესახებ გვაუწყა, მაგრამ შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს. დუმილი არჩია. როგორც ჩანს, რაღაც ისე არ მიდის, როგორც ლობისტებმა ჩაიფიქრეს და ვილსონს ჩაუთქვეს. არადა სტარტი ომახიანად აიღეს. კონგრესში ვილსონი გვემუქრებოდა, საქართველოში ოპოზიცია. გვარწმუნებდნენ დაჩქარებული პროცედურებით მიიღებენ კანონს და ყველა ვინც პოზიციას მხარს არ უჭერს, ამა თუ იმ ფორმით დასანქცირდებაო. იმედი დავიტოვოთ, რომ მეგობარი აქტის მიღების კვალობაზე მის მეორე ნაწილი, რომელიც უპრეცედენტოდ დიდ გაზრდილ მხარდაჭერას და დახმარებას ითვალისწინებს საქართველოს, სწრაფად გახდება ჩვენი ქვეყნის რეალობა. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კი პროცესი დაჩქარებულია და ძალიან სწრაფად მიდის, რაც არის უჩვეულო. ხვალ სენატში, ხვალ თუ ზეგ სენატში გაივლის სესია და შემდეგ დაელოდებიან, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი, მაგრამ უკვე მოქმედებს სესია. მაგრამ საკითხი დამუხრუჭდა. ამიტომაც ისევ მეგობარი აქტის პოლიტიკური პლატფორმა გააცოცხლეს. კონგრესში მოსმენა ჩანიშნეს. მანამდე ამ პლატფორმაზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნატალია საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ მისცეს ჩვენება. სენატში ეკა გიგაურსაც დაუძახეს. თავისი საფირმო დამტვრეული ინგლისურით. West there are problems, there is destabilization, people live a terrible life there, like in Russia. That's also ახლა ზურაბიშვილის და ხიდაშელის ჭერია.